წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისის ზღვაზე თემატური აქცია მოეწყო. ზღვიდან გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგოლაძემ წყლის სინჯები აიღო, რომელიც შემდგომ გამოკვლევებისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადააგზავნა. გადაეგზავნება ღონისძიებაში სოლიკო მარსალაძის სამხატვრო ხელოვნების სკოლის 20 მოსწავლემაც მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს, რომლებიც აიტვირთება გარემოს და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს და ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც თემატური პრიზები გადაეცემათ. წყლის საერთაშორისო დღეს, რომელიც აღინიშნება მსოფლიოში უკვე 21-ით და რასაც ვუერთდებით ჩვენ საქართველოში, მიზანი ამ დღის და ამ ასეთი მასშტაბურად აღნიშნის გახლავთ სწორედ ის, რომ თვითონ ჩვენთაგანი დავფიქრდეთ წყლის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ წყლის რესურსების დაცვაში და მისი დაბინძურების თავიდან აცილებაში. მოხდა თბილისის ზღვაზე წყლის ნიმუშების აღება და მათი გადატანა ლაბორატორიაში, რათა დავადგინოთ წყლის ხარისხი. ასევე ამ ღონისძიებაში ჩართული იყო სოლიკო მარსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც აი ამ თემას მიუძღვნეს თავიანთი ნახატები და გამარჯვებულიც გამოვლინდება იმის მიხედვით Facebook-ზე რამდენ მოწონებას დაიმსახურებს.